საქართველო რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში რუსთავის მეექვსე საშალახსრულების დაწესებულებაში საპატიმროში ეცოდა ხნისინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი შევიდა, რომელიც პატიმრებს შეხვდებოდა დეტალების საზოგადოებისათვის. მას მერეც გახდება ცნობილი, თუმცა სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ წვრთნელ ადგილი ქონდა ორ პატიმარს შორს ჩხუბს და ამის გამო იყო ხმაური. თავად პატიმრები კი აცხადებდნენ, რომ იქ იყო სპეცნაზი მობილიზებული მთელი ღამის განმავლობაში, ამ ინფორმაციას კი საშალახსრულების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს. ჩვენ დაგვიკავშირდნენ რუსთავის ქალთა მეხუთე საპყრობილიდან და გვაცნობეს, რომ 30 პატიმარმა დაიწყო შიმშილობა. მიზეზი გახლავთ ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიზის მხრიდან, როდესაც მან გააკეთა განცხადება, რომ აუცილებელია პატიმრების შეწყალება, თუკი მათ მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი, რაც აბსურდია, იმიტომ რომ შეწყალების კომისიის დებულების მესამე მუხლის თანახმად პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება ნებისმიერ ეტაპზე შეიწყალოს პატიმრები. როგორც მედიით გახდა ცნობილი, გარკვეული დაძაბულობა არსებობდა ნომერ 6 დაწესებულებაში, ამასთან დაკავშირებით გსურს გადავამოწმოთ კონკრეტულად რა ხდება და ამის მიზნით შევდივართ ნომერ 6 დაწესებულებაში, რათა მოვინახულოთ რამდენიმე მსჯავრდებული და უშუალოდ მათგან გავიგოთ რა ხდება ნომერ 6 დაწესებულებაში. ბუნტის შესახებ არაფერი არ უთქვია, ჩვეულებრივად დაგველაპარაკა, მოგვიკითხა სულ ყველა და შეგვეკითხა გრძელვადიან პაემანი აქვს დანიშნული და მოვდივართ თუ არა. სხვა ასეთი მსგავსი რამე არაფერი არ უთქვია ბუნტის მოგვარი. რამე რო ყოფილიყო გეტყოდათ? გეტყოდა რა თქმა უნდა. საშალახსრულების ნომერ 6 დაწესებულებაში ბუნტი არ დაფიქსირებულა გუშინ ღამის პირველი საათისათვის აღნიშნული დაწესებულების ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულებს შორის მოხდა კონფლიქტი. შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით და თანასაკნელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საშალახსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნა ნომერ 7 დაწესებულებაში. რამდენიმე მსჯავრდებულმა ქალმა შიმშილობა გუშინ დაიწყო, მათ სამინისტროსთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ჩემი ინფორმაციით მიზეზი გახლავთ უარის შეწყალების კომისიიდან. ისინი ზვიად ქორიძესთან, ეკა ბესელიასთან და უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.